მეცადინეობა 35. პირველი ხარისხის ერთ უცნობიანი უტოლობათა სასრული სიმრავლე ქმნის უტოლობათა სისტემას. ამოვხსნათ უტოლობათა სისტემა ნიშნავს ვიპოვოთ ცვლადის ის მნიშვნელობა, რომელიც სისტემაში შემავალ თითოეულ უტოლობას გადააქცევს სწორ ჭეშმარიტ რიცხვით უტოლობას. ცვლადის ასეთ მნიშვნელობებს უტოლობის ამონახსნებს უწოდებენ. ამოვხსნათ უტოლობა ნიშნავს ვიპოვოთ მისი ყველა ამონახსენი. ან დავასაბუთოთ, რომ მოცემულ უტოლობათა სისტემას ამოხსნა არ გააჩნია. ცხადია, უტოლობათა სისტემის ამოხსნისას ჩვენ გვიხდება თავიდან მოცემული სისტემაში შემავალი უტოლობათა გამარტივება. გამარტივებისას ყოველთვის უნდა დავიცვათ მოცემული უტოლობათა სისტემა შევცვალოთ თვალფასი სისტემით. უნდა შევნიშნოთ, რომ თუ გვაქვს პირველი ხარისხის ერთი და იმავე მეტია ნიშნის რამოდენიმე უტოლობა, ასე უტოლობათა ასეთი სიმრავლე თოლი იქნება ამ უტოლობებიდან ერთ-ერთი უტოლობისა, რომლის მარჯვენა მხარე იქნება უდიდესი იმ რიცხვებიდან, რომლებიც შედიან უტოლობათა მარჯვენა მხარეში. მაგალითად, x მეტია 5-ზე, x მეტია 2-ზე, x მეტია 13-ზე. უტოლობათა სისტემა თვალფასია უტოლობისა, x მეტია 13-ზე. რადგანაც 13 უდიდესია 5, 2 და 13 რიცხვებს შორის. ერთი და იმავე ნაკლებია ნიშნის რამოდენიმე უტოლობა შეიძლება შეიცვალოს ერთი უტოლობით, რომლის მარჯვენა მხარეა რიცხვებიდან ყველაზე უფრო უმცირესი. მაგალითად, x ნაკლებია 4-ზე, x ნაკლებია 0-ზე, x ნაკლებია -2-ზე. უტოლობათა სისტემა თვალფასია უტოლობისა, x ნაკლებია -2-ზე. რადგანაც -2 ნაკლებია როგორც 4-ზე, ისე 0-ზე. ესე იგი, ყოველთვის გათვალისწინებული იქნება ეს შენიშვნები ერთი და იმავე მეტია ნიშნის უტოლობათა სისტემის ამოხსნისას, ასევე ერთი და იმავე ნაკლებია ნიშნის უტოლობათა სისტემის ამოხსნისას. განვიხილოთ 35 მეცადინეობის პირველი ნომრის პირველი ქვენომერი. x-5 მეტია 0-ზე. სისტემას შემოვალი მეორე უტოლობა x+2 მეტია 0-ზე. აქედან გარდაქმნით მივიღებთ x მეტია 5-ზე, x მეტია -2-ზე. ცხადია, ეს სისტემა თვალფასია უტოლობისა, x მეტია 5-ზე, რადგანაც 5-ზე მეტი რიცხვები ამავე დროს -2-ზე მეტნიც იქნებიან. ახლა განვიხილოთ პირველი ნომრის მეორე ქვენომერი. 2x-6 მეტია 0-ზე, x-7 ნაკლებია 0-ზე. გარდაქმნით მივიღებთ x მეტია 3-ზე, x ნაკლებია 7-ზე. თუ რიცხვით ღერძზე გამოვსახავთ 3-ზე მეტ რიცხვებს და ამავე ღერძზე გამოვსახავთ 7-ზე ნაკლებ რიცხვებს, მაშინ სისტემის ამონახსნი იქნება რიცხვიტი ღერძის ის შუალედი, რომელიც შუალედით მოყვება ორჯერ დასწრებაში. ასეთი შუალედია 3-დან 7-მდე. ესე იგი, სისტემის ამონახსნია შუალე x ეკუთვნის შუალედს 3, 7 ღია შუალედი. ახლა განვიხილოთ პირველი ნომრის მეოთხე ქვენომერი. x-20 ნაკლებია 0-ზე, x+5 მეტია 0-ზე. გარდაქმნით მივიღებთ x ნაკლებია 4-ზე, x მეტია -5-ზე. თუ ამ უტოლობათა შესაბამის სიმრავლეებს მოვნიშნავთ რიცხვით ღერძზე,
მაშინ დავინახავთ, რომ ორჯერ დასწრებში მოეცა რიცხვითი ღერძის მონაკვეთი, რომელიც განსაზღვრულია რიცხვებით 5, 20. ეს იქნება სწორედ სისტემის ამონაყრი. ესე იგი, პასუხი იქნება x-ი ეკუთვნის შუალედს -5-დან 20-მდე.